ოზურგეთის დრამატულ თეატრში ევრიპიდეს იფიგენიაავლისში პრემიერა გაიმართა. სპექტაკლის რეჟისორი გიორგი კაშია. ამ ანტიკური ტრაგედიის გაცოცხლება ქართული სცენისთვის პირველი შემთხვევაა. პრემიერა მაყურებლის ემოციებით და აპლოდისმენტებით ჩაიარა. დადგმაში, რომელიც ოზურგეთისა და ზუგდიდის თეატრების ერთობლივი კორპროდუქცია, ოზურგეთის მსახიობებთან ერთად შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის სტუდენტები მონაწილეობდნენ. პრემიერას მოწვეულ სტუმრებთან ერთად საქართველოს თეატრალური საზოგადოების თავმჯდომარე გიორგი გვეგიჭკორი და თეატრის კრიტიკოსები ესწრებოდნენ. სპექტაკლი იფიგენიაავლისში 14 აპრილს ზუგდიდის თეატრში იქნება წარმოდგენილი. შემდეგ კი საქართველოს სხვადასხვა რეგიონს მოივლის. პირველ რიგში დიდი მადლობა ძალიან იმ შემოქმედებით ჯგუფს, რომელიც ჩემთან ერთად მთელი ამ დროის განმავლობაში მუშაობდა, რადგანაც დღეს იყო შედეგის ჩვენება იმ შრომის თავდადებულის, რომელიც ჩვენ ერთად გავატარეთ დაახლოებით 2 თვის განმავლობაში და მე მინდა ამის გამო მადლობა გადავუხადოთ. მადლობა თეატრს, ოზურგეთის თეატრს, ზუგდიდის თეატრს. მადლობა იმ სტუდენტებს, რომლებიც ჩამოვიდნენ. დიდი გზა არ არის, ცოტა გზა ის და მოწყდა ეს ყველაფერს და იმუშაო yani პროფესიული ზრდისათვის ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია და ამ სტუდენტებმა, ახალგაზრდებმა გააკეთეს ეს საერთო საქმისათვის, ამიტომაც ეს ძალიან დასაფასებელია. პრემიერამ ჩაიარა რაღაც ძალიან საინტერესოდ და ის მნიშვნელოვანი სამუშაო პროცესი, რაც ერთად ჩვენ გავწიეთ შემოქმედებით მოგუნდმა. ვფიქრობ, რომ ჩემგან ყოველ შემთხვევაში და არ ვამბობ სხვას, ჩემგან იმსახურებს ძალიან დიდ კომპლიმენტს, შექებას და მადლობას, ყველაზე მნიშვნელოვანი რაცაა. სირთულესთან ერთად, რაც ახლავდა ამ პროცესებს, იყო ძალიან საინტერესო და ძალიან სასიამოვნო. არ ვიცი, ახლა ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მინდა რომ კიდევ ერთხელ გავიდე და თავიდან ვითამაშოთ სპექტაკლი. ძალიან შემიყვარდა სპექტაკლიც, შემიყვარდა ოზურგეთი. არ ვიცი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ოზურგეთის თეატრს, ყველა მსახიობს. არ ვიცი, ბატონ ზაზას, ბატონ ვასოს, ბატონ გიორგი კაშიას ხო საერთოდ. მართლა, არ ვიცი, ჩვენზე ისე ზრუნავს ისე, არ ვიცი, ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ამ პროექტში მომიწია მონაწილეობის მიღება. ძალიან მიხარია და რავი, იმედია კარგად შედგა ჩვენი პრემიერა და იმედია მაყურებელს ძალიან მოეწონა. გიორგი კაშიას ულოცავ, რომ ასეთი დიდი გაბედულებით, დიდი ექსპერიმენტით და გარკვეული ავანტურითაც კი შეეჭიდა ევრიპიდეს უკრავ ტექსტს და რა თქმა უნდა მსახიობებსაც მიულოცავ, ახალგაზრდა მსახიობებს, გამოცდილ მსახიობ მთელი დასი ჩართული აქვს და რა თქმა უნდა კოპროდუქცია ზუგდიდის თეატრისა და ოზურგეთის თეატრის ძალიან მნიშვნელოვანია, ასე რომ გიორგი კაშიას სპექტაკლსაც გარკვეული რეზონანსი მოყვება იმედია და უკვე ის რომ საქართველოში პირველად ამდენი ხნის განმავლობაში დაიდგა და ძალიან ბევრი ახალი სიახლე შეიჭრა განსაკუთრებით კომპოზიციაში, სცენოგრაფიაში, ასევე ის რომ დარბაზისა და ინტერაქცია დარბაზსა და მსახიობებს შორის ესეთი დიდი და ინტენსიური შეიძლება ზოგისთვის გადაჭარბებულად კი იყოს ამდენი ჩართვა დარბაზისა თვითონ სპექტაკლში, მაინც მნიშვნელოვანი მეჩვენება ამ სპექტაკლის არა მარტო მხატვრულ, არამედ პუბლიცისტური და დღევანდელი ის გააზრება, რომ იფიგენია წირება. სპექტაკლიც არის სავსე აი ახლებური ხედვით, სავსე იმ დრამატიზმით, იმ ემოციით, იმ საფიქრალით, რომელიც დღეს აი თანამედროვე ადამიანს, თანამედროვე საზოგადოებას აღელვებს და ძალიან კარგია, აი რაღაცა დიდი ემოციებით ვარ სავსე და შთაბეჭდილებებით და მიხარია, რომ აი ოზურგეთის თეატრის სცენაზე დაიბადა ეს სპექტაკლი. იფიგენიაავლისში იყო არაჩვეულებრივი სცენები, შესანიშნავი მუსიკა. მადლობა კომპოზიტორს ამისათვის. არაჩვეულებრივად ითამაშეს აი მისანი ქალების სცენა იყო დიდებული, მართლა ბრწყინვალე, როგორც სანახაობრივად, ისე შინაარსის და ძალიან დატვირთული რა თქმა უნდა იფიგენია იყო არაჩვეულებრივი. თქვა რომ ჩემი მოსწავლე თამაშობდა ლევან საგინაძე, რომელიც როგორც ყოველთვის იყო დიდებული. დღეს მართლაც დღესასწაული იყო ოზურგეთის თეატრში, ულოცავ მსახიობებს ოზურგეთის თეატრს. ევრიპიდე აი ეს ნაწარმოები იფიგენიაავლისში ჯერ არ დადგმულა საქართველოში, ეს ერთი, მეორე ის რომ
აქ მოხდა კოპროდუქცია, ანუ ერთობლივი ნამუშევარი ოზურგეთის ზუგდიდისა და თეატრალური უნივერსიტეტის, რაც ძირითადად იყო ჩემი ჩანაფიქრი, რომ აი ესე წასულიყო ამ კუთხით, ბრწყინვალე რეჟისორი გიორგი კაშია, ესე იგი მის გუნდთან ერთად და მივიღეთ ძალიან კარგი გამართული სპექტაკლი. ამის გარდა ჩვენ ამ სპექტაკლს აუცილებლად ვითამაშებთ საბერძნეთში ამფითეატრზე. აი ესეც ჩაფიქრებული გვაქვს როგორ რა კუთხით. ეხლა უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება და ალბათ 2026-ში ჩვენ აუცილებლად ჩავალთ ათენში და არა მარტო ათენში.